გამარჯობა. ალბათ, ხო, როცა ედემის ბაღზე ფიქრობ, პირველი რაც გახსენდება, აკრძალული ხილია. და, უმეტესობას ალბათ ვაშლი წარმოუდგება, არა? კი. ეგ ასოციაცია ძალიან ძლიერია კულტურაში. ხო, და დღეს სწორედ აი ამ გავრცელებულ შეხედულებას ჩავუღრმავდებით, შენ მიერ მოწოდებულ წყაროზე დაყრდნობით, ვნახოთ, აბა, მართლა ვაშლი იყო ის ცნობილი ნაყოფი, თუ რამე სხვა იმალება მაგის მიღმა. ზუსტად. და რას გვეუბნება ეს ისტორია სინამდვილეში, აი, აკრძალვაზე, მარხვაზე, მოქმედებაზე. მზად ხარ? კი ბატონო. ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება აი ერთმა სიტყვამ ან თარგმანმა შეცვალოს მთელი აღქმა. ხო. ჩვენი მიზანიც ეგ არის. გავაანალიზოთ ეს წყარო და ვნახოთ. იქნებ ეს ამბავი მხოლოდ აკრძალვაზე კი არა, არამედ მოქმედებაზე და შემეცნებაზეც იყოს. დავიყვანთ მაშინ. ვაშლით. წყარო ამბობს, რომ ეს წარმოდგენა ლათინურ თარგმანს უკავშირდება. დიახ. თურმე ლათინურად სიტყვა ბოროტება და ვაშლის ხე ერთნაირად ჟღერს, malum. ზუსტად. malum. აი აქ ხდება საინტერესო. ნამდვილად. როდესაც წმინდა იერონიმემ ბიბლია ლათინურად თარგმნა, ეს ფრაზა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე შეიძლებოდა გაიგოთ როგორც სიკეთისა და ვაშლის malum შეცნობის ხე. ანუ უბრალოდ სიტყვების თამაშია. ლინგვისტური დამთხვევა. კი, გარკვეულწილად ლინგვისტური დამთხვევაა, რამაც ხელი შეუწყო, რომ დასავლურ სამყაროში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში ეს ვაშლის სახე დამკვიდრებულიყო. გასაგებია, მაგრამ ეს როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი დეტალია. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რასაც წყარო ამბობს თავად ღვთის მითითებაზე. ხშირად გუგონია, რომ თავარი იყო აკრძალვა არ ჭამო. კი, აქცენტი მან კეთდება ხოლმე. მაგრამ ტექსტის მიხედვით, ღმერთმა ადამსა და ევას უბრძანა ეჭამათ ყველა ხის ნაყოფი, გარდა ერთისა. სწორედ. აქცენტი კეთდება არა უმოქმედებაზე, არამედ მოქმედებაზე, გასინჯვაზე, გემოს გაგებაზე. დიახ, ეს რადიკალურად ცვლის პერსპექტივას ხომ ხვდები? ეს არ არის უბრალოდ აკრძალვის ისტორია. არა. ეს არის მოწოდება აქტიურობისკენ, სამყაროს შესწავლისკენ, შემეცნებისკენ. წყარო იმასაც ამბობს წმინდა მამების განმარტებით, რომ ის ერთი აკრძალვაც კი სავარაუდოდ დროებითი იყო. დროებითი, ანუ რაღაც პერიოდამდე. ხო, ერთგვარი პედაგოგიური ხასიათი ჰქონდა. დრო და ჟამამდე, როგორც ამბობენ. აი ამ კონტექსტში მარხვის იდეა შეიძლება სხვანაირად გავიგოთ. როგორ? არა, როგორც პასიური თავშეკავება, უბრალოდ რაღაცის აკრძალვა, არამედ როგორც აქტიური პროცესი. აქტიური? დიახ, აქტიური. შესაძლებლობა რომ მიიღო ახალი შტაბეჭდილებები, ფოკუსი გადაიტანოს სხვა რამეზე და იმოქმედო რაღაც მიზნისთვის. ანუ ერთი რამისგან თავშეკავება გეხმარება, რომ დანარჩენი უკეთ შეიცნო და დააფასო. ზუსტად. წყარო ამასაც ეხება. ანუ ერთი ხისგან თავშეკავება საშუალებას აძლევდა ადამიანს სრულად დათქმარიყო და შეემეცნებინა ყველა დანარჩენი, რაც უხვად იყო მიცემული. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, შენთვის, მსმენელისთვის? როგორც ვნახეთ, ედემის ამბავი აი ამ წყაროს მიხედვით შეიძლება სულაც არ იყო პირველ რიგში დასჯასა და ვაშლზე. მართალია. ეს წყარო გვიბიძღებს, რომ დავფიქრდეთ მოქმედების, შემეცნების და იმ გამოცდილების მნიშვნელობაზე, რასაც სამყარო გთავაზობს. და ბოლოს, ერთი საფიქრალი მინდა დავტოვო, რასაც წყარო პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ გვაფიქრებინებს. ისნე. თუ აკრძალული ხილი მხოლოდ ერთი იყო მრავალთაგან და თუ ეს ვაშლის ამბავი მეტწილად ლინგვისტური გაუგებრობაა, კი ბატონო. მაშინ რა შეიძლება წარმოადგენდნენ ის სხვა უამრავი ხეები და მათი ნაყოფები ედემის ბაღში? ოჰო, საინტერესო კითხვაა. რაზე მიგვანიშნებს მათი სიმრავლე, მათი მრავალფეროვნება? ეს კითხვა უკვე რა თქმა უნდა ამ კონკრეტული განხილვის ფარგლებს ცდება, მაგრამ ნამდვილად ღირს დაფიქრება და რას გვთავაზობდა ეს სხვა ხეები? დიახ, რას გვთავაზობდა და რას გვთავაზობთ სამყარო ამ ერთი თუნდაც დროებითი შეზღუდვის მიღმა?